ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე თემურ ქეცბაიას დებიუტი შედგა. ამავე დღეს ჩვენმა ნაკრებმა 15 მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა. მრავალრიცხოვანი გულშემატკივრის თვალწინ ქართველმა ფეხბურთელებმა არც თუ ისე ძლიერი ესტონეთის ნაკრები 2-1 დაამარცხეს. მთელი შეხვედრა ქართველების უპირატესობით მიმდინარეობდა. გოლი კი მხოლოდ პირველი ტაიმის ბოლო წუთზე გავიდა. კალაძის დარტყმული ბურთი ესტონელების კაპიტან პიროიას ხელზე მოხვდა. 11 მეტრიანი კი ლევან კობიაშვილმა გაიტანა. მეორე ტაიმიც პირველი ტაიმის მსგავსად დაიწყო. ქართველმა ფეხბურთელებმა რამდენიმე საგოლე მომენტი ვერ გამოიყენეს. შეხვედრის 93 წუთზე კი ესტონელების შეტევას გოლი მოჰყვა. მარჯვენა ფლანგიდან ჩაწოდებულ ბურთს ყველას პიურემ დაასწრო და შეხვედრის დამთავრებამდე 7 წუთით ადრე ანგარიში 1-1 გახადა. დარჩენილ დროში ქართველებმა რამდენიმე საგოლე მომენტი შექმნეს. შეხვედრის დამთავრებამდე წამები რჩებოდა, როცა კვირკველიას ჩაწოდების შემდეგ მთავარი დარტყმით გოლი დავით სირაძემ გაიტანა და ქართველებს მეტად საჭირო გამარჯვება მოუტანა. შეიძლება შედეგით მაყოფილებოდ, მაგრამ თვითონ თამაშის ხარისხს უფრო მეც ველოდებით. ეს გარკვეულწილად იმასაც უკავშირდება, რომ ძალიან ბევრი ფეხბურთელი არ არის ჯერ არ დაუწყია ჩემპიონატი, სათამაშო პრაქტიკა აკლია. ბევრი მომენტი ქონა უნდა გამოგვეყენებინა, მაგრამ ვერ შევძელით და მთავარია 2-1 მოვიგეთ და მთავარია შედეგი. სექტემბერში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი იწყება. მანამდე კი ნაკრები კიდევ რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.